მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, მოგესალმებით, იმედია ყველა კარგად ხართ, ყველაფერი კარგად გაქვთ და გილოცავთ დღევანდელ ვალენტინობის დღეს. აი ორი დასტა ამოვიღოთ ჯერ ეს დასტები და კითხვა იქნება, რა თქმა უნდა სიყვარულზე, რა თქმა უნდა პირადზე. კითხვა იქნება შემდეგი ესეთი სახის, ხო, რომ აი ამ დღეს ვინც ნაჩხუბრები ხართ თუ შერიგდებით, წყვილზეა საუბარი, თუ აგიხსნით სიყვარულს, ან გეტყვით რომ მიყვარხარ, შეიძლება პირდაპირ არა და რამე ჟესტით ან მოქმედებით, აბა ვნახოთ. რას გვეტყვიან კარტები? ანუ პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. თქვენ შეგიძლიათ ჩაიფიქროთ, აირჩიოთ, მოკლე იქნება გაშლა და დავიწყებ პირველი ვარიანტით. გადავდებ მეორეს. ესე იგი, ჩაიფიქრეთ ადამიანი, თუ ვინმესთან ხართ, თქვენ პარტნიორს ეხება ნაწყენი, გულგატეხილი, შეიძლება რაღაც კონფლიქტური სიტუაცია, აი თუ შერიგდებით ახლო მომავალში, თუ მოხდება შერიგება, ხო? ჯერ ეს ვნახოთ, თქვენსა და მას შორის. აქ ამოდის ადამიანი წარსულის, რომელთანაც გაშვებული ყავთ, იყო სიყვარული ყველაფერი, მაგრამ წავიდა და ის ადამიანი ხა ვერ გრძნობს თავს კარგად, იმიტომ რომ თქვენ მიმართ დამნაშავეა, არ ვიცი რა ჩაიდინა, აი ესეთი სიგნიფიკატორი ამოვიდა პირველზე და დაუშვათ ეს წარსულის ადამიანია, ხო, ეხლა ვინ ჩვენ გვაინტერესებს წარსულის. და აბა თუ მოხდება თქვენ და ამ ადამიანის ან შერიგება, ან დაკონტაქტება, რა ვიცი, აქ ამოდის რომ კი, ოღონდ ეხლა დღეს არა, ნახეთ სამ პერიოდს, ანუ რაღაც დროის ციკლს მაჩვენებენ, ანუ ის რომ შემოგეხმიანებათ ესეთი პიროვნება, ნამდვილად. მაგრამ აბა ეხლა დღეს რო არა გასაგებია, მაგრამ რას გეტყვით, აბა რომ შემოგეხმიანებათ? თუ ნანობს, თუ ხვდება რომ არასწორად მოიქცა და რაღაცნაირად შეიძლება პატიებაც გთხოვოთ, პირდაპირ არა, ყოველთვის კონტექსტით გეუბნებათ ან ჟესტით ადამიანი, პირდაპირ უჭირთ თქმა, მით უმეტეს ამ პარტავან ადამიანებს, ამიტომ ათქმევინებენ, ისეთ პირობებს და სიტუაციებს შეუქმნიან, რომ აი ძალით უჯიკავენო რო იტყვიან, აი ესეთ მომენტში აქ სამართლიანად რაღაცას აღიარებს. კი, და მოქმედება იქნება. ამ შემთხვევაში მოქმედება იქნება. მაშინ ვნახოთ, აბა სიყვარულთან დაკავშირებით დღეს ახლა ესეთი დღეა, სიყვარულის დღეა. ეს ადამიანი გეტყვით, რომ ვთქვათ, უყვარხართ და უნდა ყველაფრის დაბრუნება, თუ ახალი გამოჩნდება. სიყვარულის დღეა და ამიტომ მეკითხებით, ხო, ეს ადამიანი გეტყვით, თუ გამოჩნდება ახალი. ნახოთ. ეს ადამიანი ამოყირავებული, ამოტრიალებული ამოდის და ამ შემთხვევაში high priced-ის ეს ნიშნავს ის, რაც დაფარული, დამალული გრძნობები ქონდა, რახან ამოტრიალებული ამოვიდა თავისით, ეს ნიშნავს, რომ გაიხსნება, ანუ რასაც მალავდა, ეს ადამიანი გეტყვით, გავასწორებ, იმიტომ რომ სწორად კითხულობ მე და ახალი ადამიანიც ამოდის. ანუ ფაქტიურად ამ წარსულის ადამიანსაც აქ გრძნობა, რასაც მალავდა, გეტყვით და ახალიც აგერ მზე ამოდის. მზე რო ამოდის, მე აღარ ვაგრძელებ. ანუ ახალი გამონათება, ახალი ადამიანის გამოსვლა გელოდებათ პირველ ვარიანტს. მერე უკვე თქვენი გადასაწყვეტია, როგორ აპატიებთ, ახალს აირჩევთ თუ რას, ეს უკვე თავისუფალი ნებაა და თქვენი არჩევანია. თავარია
იქამდე მიგიყვანონ იმ გარემოებამდე, იმ მოცულობამდე, იმ სიტუაციებამდე თქვენმა მფარველებმა და ამას სამყაროდან თქვენი მფარველები მუშაობენ ამაზე უკვე, რომ ეს ამ კონდიციამდე მიგიყვანოთ. ეხლა მეორე ვარიანტი რო არ გამიგრძელდეს ძალიან, აბა ვინც ნაჩხუბრები, გაბუტულები, კონფლიქტური სიტუაცია ვისთანაც გაქვთ პარტნიორზეა საუბარი, თუ აღდგება თქვენი ურთიერთობა. კონტაქტი არისო, მაგრამ ნუ აქ ამოდის რაღაცა ომი, ანუ სრული ამ სიტყვის ნიშნულობით გასამართლება თქვენი მხრიდან და რა თქმა უნდა წასვლის კარტი, მაგრამ ბოლომდე არ არის წასული, იმიტომ რომ აქ რაღაცა კავშირია, არ ვიცი, სამსახურებრივი ბიზნესი, კარიერა, რაღაცა სფერო, საჯარო გაშლა, რაც გაკავშირებთ, გინდათ თუ არ გინდათ, ეს კონტაქტი, ანუ მაინც არის, შეიძლება უშუალო, ანუ ამას მაჩვენებენ, კი. კი ბატონო, უშუალო კონტაქტი, ანუ არის, ისე რომ ეხლა უკონტაქტოთ იყოთ ამ ადამიანთან არ არის. მაშინ ვნახოთ თუ გამოგიტყდებათ სიყვარულში ეს ადამიანები. თუ გამოგიტყდებათ სიყვარულში. ვაუ. აქ ამოდის რომ თქვენ დამი ძალიან იყო მოხიბლული. გრძნობა ჰქონდა თქვენს მიმართ, პატივისცემა, მაგრამ ძალიან უჭირს ამის თქმა, იმიტომ რომ დაანგრევა აქვს. დაანგრევა აქვს, დარდი აქვს, შიში აქვს, თითქოს ეშინია რომ დაკარგოთ, ანუ რაღაც არ ვიცი, რატომ ვერ ამბობს ამ სიტყვას და უჭირს ამის თქმა, მაგრამ რაღაც მომენტში მოხდება ისეთ სიტუაცია, შეიძლება დაალევს, არ იქნება ეხლა თლათ ფხიზელი და აი რაღაცას წამოაყრანტალებს რო იტყვიან. იმიტომ რომ აქ ემოციები და გრძნობა ჩანს. თქვენ ყველანაირად აკმაყოფილებთ მას, უბრალოდ გაიწელება ეს პროცესი, აქ დროის მომენტია. დაელოდეთ, ანუ სიყვარულის ახსნა ყველა ვარიანტში იქნება, იმიტომ რომ თვითონ ამოდის და აი თქვენ მიმართ მთელი გრძნობით რა ოღონდ ცოტა ეს პერიოდი იწელება, ანუ ხა დღეს და ხვალ არ იქნება, ცოტა დრო უნდა ამას და მაშინ თქვენი მხრიდან თუ იქნება მართებული, ხო, აი ესე რომ გეტყვით, რომ თქვათ უყარხართ, ან გრძნობა აქვს, ანუ თქვენი რეაქცია და თქვენი მიმღებლობა როგორი იქნება. მშვენიერი, სტაბილურად იგრძნობთ თავს, მზე ამოდის აქაც, ოღონდ ამ შემთხვევაში გაგიხარდებათ, რა თქმა უნდა, ამ ადამიანისგან ეს მომენტი, აქაც მზე ამოვიდა. ანუ აი რაღა დავამატო. ორივე ვარიანტში მშვენიერი კარტებიან, რა ვიცი, აქ ეხლა ახალი არ ამოდის მეორესთან. შეიძლება ჯერ არა გაქვთ დასრულებული ამ, ასე ვთქვათ, აწმყო დროში მყოფ აი ესეთ ადამიანთან და ამიტომ ჯერ ახალი აქ არ ჩანს. პირველთან ამოვიდა ახალის გამოჩენა და მეორესთან, ნუ ისევ ეს ადამიანი იმპერატორის როლში, რომელიც გააგრძელებს როგორც იმპერატორი თქვენთან ურთიერთობას და მზე დანარჩენი ხ თქვენზეა დამოკიდებული. როგორც ასეთი დიაგნოსტიკა და მინიშნებები და ინფორმაცია ძალიან კარგია და დადებითი. აბა თქვენ იცით წარმატებები.